აქ განვიხილოთ როგორ შეიძლება ჩაიწეროს CD-ან DVD დისკზე მუსიკა. პირველ რიგში აქ გვჭირდება რა თქმა უნდა ნერო, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ამ ვიდეოში გამოვიყენებთ ნეროს და ეს არის ნეროს მეშვიდე ვერსია, რომელსაც მე ვიყენებ. ესეთი პროგრამა, რომელიც მაძლევს საშუალებას ჩაიწეროს CD და DVD დისკებზე. დისკები არის ალბათ ვიცით რომ CD, როგორც CD-ზე DVD, მათი მოცულობა და შესაძლებლობა შესაბამისად განსხვავდება, ჩვეულებრივი CD გამოიყურება დაახლოებით ესე, მას აქ აწერია CD-R. და როდესაც გვინდა DVD, მისი ნახატი განსხვავებულია და აწერია ესეთი სიმბოლო, ეს არის DVD. მათი მოცულობა შესაბამისად განსხვავდება. CD არის 700 მეგაბაიტი, ხოლო DVD-ია 4700 მეგაბაიტი. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი განსხვავება არის. რაც შეეხება მუსიკებს, ნეროს მუსიკალური მხრივ გააჩნია ცალკე მხარდაჭერა მუსიკებისა, შეუძლია ცალკე ჩაწეროს აუდიო ფორმატით, ან შეუძლია ჩაწეროს ჩვეულებრივ. მოდი განვიხილოთ ჩვეულებრივი გზა და განვიხილოთ ცალკე ჩაწერის გზა. ავიღოთ ნებისმიერი მუსიკა. ამ შემთხვევაში განვიხილოთ მუსიკალურ ფაილებს. შეგვიძლია ჩავწეროთ ჩვეულებრივ საზდად CD ან DVD, ანუ გააჩნია რა რომელი დისკი გვაქვს თან. თუ გვაქვს CD მაგალითად. ვაჭერ საზდად CD. და აქ შეიქმნა MP3 ფორმატის მუსიკალური, ასე ვთქვათ, დისკი. და შემიძლია ჩვეულებრივ მაუსით გადავიტანო, შიგნით ჩავაგდო. აქ მე მაქვს, რადგან ავირჩიეს CD, მისი მოცულობა არის 700 მეგაბაიტი. თუ ავირჩევდი DVD-ს, რა თქმა უნდა, აქ მექნებოდა 4500 მეგაბაიტი და შესაბამისად შკალა სხვანაირი იქნებოდა. მწვანე ზოლი მიუთითებს რამდენად სავსეა, რამდენსაც ჩავამატებ, ის გაიწევს, ასე ვთქვათ, და შეივსება. ნორმაზე როდესაც მოგცემს ყვითელ ფონს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაჭარბებულია და ერთი რაღაც უნდა ამოვშალოთ. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მუსიკებზე. ამ ფორმატით იწერება MP3 ხარისხში და MP3 ხარისხში არის შესაძლებლობა არის, რომ ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ვერ წაიკითხავს ყველა მაგნიტოფონი, ანუ ესაც ძირითადად ძველი სახეობის ცენტრებზე და მანქანის მაგნიტოფონებზე მაქვს საუბარი, ან რომელიც უფრო მოგვიანებით გამოსულია და ცოტა მოზველებულია, მას არ გააჩნია MP3-ის წაკითხვის საშუალება, შესაბამისად ვერ კითხულობს ამ სახით ჩაწერილ დისკებს. ის იწერება, როგორც ხედავთ, მეგაბაიტობის მიხედვით, ანუ შეიძლება დისკზე დაეტიოს 700 მეგაბაიტის მუსიკა, შეიძლება იყოს 100 მუსიკა და შეიძლება იყოს მეტიც. როდესაც შევავსებთ, ანუ აქ მუსიკების რაოდენობა შევსება, ვაწვევ ზაფის, ანუ ეს არის ჩაწერა. რის შედეგად ჩვეულებრივ ვაწვევი ბრაჟიკ და ამ შემთხვევაში უკვე დაიწყება დისკის ჩაწერა. ამ შემთხვევაში დისკი არ მინდებს ამ კითხვაში და შესაბამისად ამის დაჭერას აზრი არ აქვს. თქვენ შემთხვევაში შევსება და დისკი იქნება ჩაწერილი. განვიხილოთ მეორე, რომელსაც ნებისმიერი ვიდეო მაგნიტოფონი წაიკითხოს. ეს არის აუდიო ფორმატით ჩაწერა. სტელად აუდიო CD. ამ ტიპით ჩაწერილი დისკებიდან კოპირებას ვერ შეძლებთ, ან ის იქნება დაცული და მუსიკის ამ დისკიდან ამოღება იქნება თითქმის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, შეუძლებელი აქ არაფერი არ არის, ცოდნი ადამიანი მას ამოიღებს თავისუფლად, მაგრამ ჩვეულებრივ მომხმარებლის ხელში ის იქნება დაცული, ან თქვენს მუსიკას ვერავინ ვერ გადააკოპირებს დისკიდან. წინა როგორ განვიხილეთ, ანუ წინა ვერსიიდან შესაძლებელია კოპირება თავისუფლად. ხოლო აი აქ რა ხდება? აქ მე მაქვს წუთების მიხედვით, მაქვს 80 წუთი, მაგრამ საშუალოდ მუსიკები 3 წუთიანებია, 4-5 რამოდენიმე, ასე რომ მოცი მუსიკა შეიძლება ეტევა ამ ტიპით ჩაწერილი დისკებზე. მუსიკის ხარისხი საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ აუდიო ხარისხი წერს, ხმაც შესანიშნავად, ანუ ბევრს ნიშნავს ეს, როდესაც ხმა მაღალ ხარისხია ჩაწერილი. შეუძლია ნებისმიერ აუდიო ფორმატმა წაიკითხოს, როგორც მოზველებულმა სისტემამ, ისე ახალმა, პრობლემა ამაზე არ შეიქმნება. როგორ ხდება ჩაწერა? ვიღებ ანალოგიურად და უბრალოდ ჩავდებ. ეს ახლა ნეროს იკონის გადმოყვა. თავიდან გავაკეთოთ.
და როგორც ხედავთ მუსიკა ჩაწერილია, შეივსო. რაღაც წუთები რაოდენობა არის შევსებული. ეს როდესაც 90-ზე ეს ნიშნავს, რომ დისკი გაივსო და შესაბამისად, რა თქმა უნდა, სჭირდება მას ჩაწერა. მეზე აღარ დაედეო. ჩაწერა იგივენაირია აბსოლუტურად, ვაჭრს აპის და ანალოგიურ ფანჯერას მიგდებს, სადაც ხდება ჩაწერის სიჩქარის შემოწმება. ანუ რა სიჩქარეზე უნდა იყოს ჩაწერა გაშვებული და შემდეგ უკვე ვიწერთ ჩვენს კომპიუტერში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა იყოს დისკი უკვე დისკს სამკითხავში, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემთან არ დევს. სულ ეს იყო მუსიკალურ ფაილებზე რაც შეიძლება ითქვას. გამოვიყენეთ პროგრამა Neros მეშვიდე ვერსია.